ეს ეხება გიორგი თარგამაძეს. მე როგორც საზოგადოების ერთ-ერთ რიგით წევრს მაქვს მასზე ასეთი შთაბეჭდილება, რომ მან უღალატა ბადრი პატარკაციშვილს და რომ ეს არის არ მომერიდება ამ სიტყვისთვის გამყიდველი. მე მაქვს უფლება მქონდეს მასზე ჩემი აზრი, როგორც მას აქვს უფლება ჰქონდეს ჩემზე აზრი. თუმცა ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს ეს აზრი, რომ ვინმე სერიოზულად აღიქვას და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, ვინც აქ ესწრებიან და გვისმენენ. ესე იგი, სრული ნდობით აღჭურვილი ადამიანი, მე ასე ვიცი და იმედის მუდმივი მაყურებელი ვიყავ მე სტრასბურგიდან და იმედი მაესტრო, პროექტის აკანი ნომერი 5, პრესაჯი, ITV-ჯი და აი ეს მედია საშუალებები არიან ისინი, ვინც მე შემიძლია თამამად თქვა იმ საქმეებთან ერთად, რომელიც ჩემს მაგიდაზე იყრიდა თავს სტრასბურგის სასამართლოში და პატიმრების საჩივრებმა წაგვლეკა, რომ გვაუპატიურებენ, გვცემენ, გვირტყამენ და შემდეგ უკვე გირგვლიანის საქმე შემოვიდა განსახილველად. აი ეს ყველაფერი იყო ის, რაც მე ერთი რიგითი ახალგაზრდა გადავდექი და ჩამოვედი საქართველოში და გადავწყვიტე, რომ პატარა, მაგრამ ბრძოლა მეც გამეწია სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ იმედის, ესე ვთქვათ, ერთგულ მაყურებლად ყოფნის დროს მე შემექმნა განცდა, რომ მას ძალიან ენდობოდა ბადრი პატარკაციშვილი, გიორგი თარგამაძეს. და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს ამას არ ჭირდებოდა ბევრი რაღაცის ცოდნა, 2 წიგნი თუ ქონდა წაკითხული და ლოგიკური აზროვნება შეგეძლო, მიხვდებოდი, რომ გიორგი თარგამაძემ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და ამის სანაცვლოდ მას მიცეს ფული და ჩამოაყალიბებინეს ფსევდო ოპოზიციური პარტია ქრისტიან დემოკრატები.